საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმთა ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური დღესასწაულთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად თბილისის მეჩეთში მივიდა. პრემიერმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამი მიულოცეს ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა და მუსლიმთა შეიხმა. ყურბან ბაირამთან დაკავშირებულ ლოცვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენი ქვეყანა ამაყობს მრავალფეროვნებით, როგორც ეროვნული, ისე რელიგიური მრავალფეროვნებით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ურთიერთობები, ის მეგობრობა, რომელიც არის ჩვენ შორის ჩამოყალიბებული და ამას რა თქმა უნდა, ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც ძალიან გავუფრთხილდებით. თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად სრუნავს მუსლიმი თემის ინტერესებს და რა თქმა უნდა ეს სრუნა მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და ამისათვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და იმ სიხარულს, რომელიც ამ დღესთან არის დაკავშირებული. თქვენ განსაკუთრებული წვლილი მიგიწევთ ჩვენი ქვეყნის აღშენებლობაში და ბუნებრივად ამას საქართველოს სახელმწიფო ერთის მხრივ აფასებს და მეორეს მხრივ მუსლიმი თემით ჩართულია ყველა იმ პროცესში, რასაც ერთიანი ქართული სახელმწიფოს შენებლობა ქვია. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენთაგან დღევანდელი დღე, ისე რომ წარმატებები და თქვენი ლოცვა-ვედრება გამჩენებლად შეესმინოს ჩვენი ქვეყნის საკეთილ დღეს. ჩვენ ერთმანეთის გვერდირგვერდ ისტორიის მანძილზე და დღესაც სხვადასხვა ეთნოსის, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები შრომობთ, მუშაობთ, ლოცულობთ და აღმსარებლობის ადამიანები შრომობთ, მუშაობთ, ლოცულობთ და საკუთარი წილი აგურის დადებას ვთილობთ ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს აღმშენებლობისა და გამტკიცების საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ყურბან ბაირამს, ლოცულობთ მშვიდობისათვის.